დილამშვიდობის ღია ეთერში დაგიბრუნდით კახა გელაშვილთან ერთად კლავ მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს კახა და როგორც ყოველთვის ამ დროს სპორტის სიახლეებით შემოგვიერთდები ხოლმე და რა თქმა უნდა სპორტული ცხოვრება დუხს და არაერთ სახეობაში ძალიან ბევრი წარმატებები გვაქვს და მოდი საუბარი დავიწყოთ ფეხბურთით ხო სოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი დღეს იწყება და რა თქმა უნდა დღეს ღამე გველის პირველი მატჩი, ხო? მოლოდინი როგორია და საინტერესო იქნება შენი მოსაზრება ამ ყველაფერზე. საერთოდ გუშინდელი დღე იყო პირველი დღე სოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან, როდესაც მატჩები არ გამართულა, ანუ გუშინ იყო დასვენების დღე და დღეიდან უკვე განახლდება ჩემპიონატი მეოთხედფინალური ეტაპი, ანუ 8 ნაკრები შემორჩა სოფლიო ჩემპიონატს უდიდესი უმრავლესობა ევროპული კლუბია 8-დან 6 ნაკრები ევროპას წარმოადგენს და დღეს მთავარ ფავორიტად მიჩნეული ყოველ შემთხვევაში საფრანგეთის ნაკრები მაროკოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება თბილისის დროით 24 საათზე დაიწყება ეს შეხვედრა მაროკო საკმაოდ კარგი გუნდია საფრანგეთის ფონზე რა თქმა უნდა არა მხოლოდ ეს კონკრეტული ნაკრები ეს ჩრდილოეთ აფრიკის წარმომადგენელი არამედ ზოგადად ნებისმიერი ნაკრები ასე ვთქვათ ჩრდილშია საფრანგეთი დაწყებული თუნდაც ფეხბურთელების კომპლექტაციიდან რომელიც საფრანგეთს აქვს ბოლო წლებია ბოლო მსოფლიო ჩემპიონატები როგორც ვიცით წინა მსოფლიოზე საფრანგეთი ფინალში დამარცხდა არგენტინასთან იმის წინ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი საერთოდ და ამჯერადაც ანუ ზედიზედ მესამე მსოფლიოზე საფრანგეთის ნაკრები გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევა. რაც შეეხება მაროკოს ნაკრებს, მაროკოსაც საკმაოდ მაღალი დონის ნაკრები ყავს, ეს ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს მოეხსენება, არაერთ წამყვან ევროპულ საფეხბურთო კლუბებში გამოდიან მაროკოს ნაკრების ფეხბურთელები, ერთ-ერთი მათგანი თუნდაც იგივე აშრაფ შაჰინი ხვიჩას ჰაკიმი ხვიჩა ხვარაცხელიას თანაგუნდელია ფრანგულ პარი სენ-ჟერმენში. ასე რომ დღეს სავარაუდოდ უშეღავათო ბრძოლა იქნება ეს ბუნებრივია მეოთხედფინალი არ არის ის ადგილი სადაც თქვათ ის ეტაპი სადაც შემთხვევით შეიძლება მოხდეს გუნდი ან თქვათ იქ გადის მართლაც ღირსეული რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს ხვალ გაიმართება უკვე 23 საათზე თბილისის დროით ესპანეთი ბელგიის დაპირისპირება პირველი, ვთქვათ, ევროპული დუელი ამ სოფლიოზე მეოთხედფინალურ ეტაპზე და ამის შემდეგ მომდევნო დღეს უკვე ნორვეგია-ინგლისის მატჩია, რომელიც 11-ში გაიმართება, უბრალოდ 12-ში უკვე ღამის პირველ საათზე დაიწყება და ბოლო მატჩი არგენტინა-შვეიცარია, იმავე 12 ივლისს დილის 5 საათზე, ჩვენთვის არც თუ ესეთ მისაღები დროს ქართველი გულშემატკივრისთვის რთულია რა თქმა უნდა დილის 5 საათზე გაიღვიძო და ფეხბურთს უყუროთ. თუმცა მინდა გითხრა რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი არ აქვს მე მგონი მნიშვნელობა დროს ხო ნებისმიერ დროს უყურებს მატჩს. თქვა სამსახურია თქვა იქ გადაღლილი მომავალი რთული დღე მაგრამ ნამდვილი გულშემატკივრები მაინც მე მაგალითად გაგეცინება და მე სამსახურში მოდიხარ არ გამოვტოვო მსოფლიო ჩემპიონატი ესეთი მოვლენა ცხოვრება სპორტის მოყვარული ადამიანისთვის რომ მithumetes სპორტის ჟურნალისტებისთვის ხო თავისთავად ეს გულშემატკივარი სანამ ჟურნალისტობასაც თქვა დავიწყებდი ადრეულ ასაკში აი მაგალითად ამერიკაში ჩატარდა იგივე 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მაშინაც არ ბუნებრივია ხა ამერიკის სარტყელი დროის აბსოლუტურად განსხვავებულია. აქვე ვთქვათ ისიც რომ ამიერიდან შენ მეკითხებოდი და ვისაუბრეთ ამაზე ყველა მატჩი მეოთხედფინალიდან დაწყებული ფინალის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება დასრულდა მექსიკასა და კანადაში თანამასპინძელ ქვეყნებში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობა. ასე რომ დღეიდან გველის ძალიან ესეთი მაგარი მატჩები საფეხბურთო საქმეში. ხა მაინტერესებს ხო, ნუ რა ვიცი ხა, მე მგონი იტყვის შენ ყოველ შემთხვევაში ფინალში ვის შეხვედრას ასე ვთქვა ფიქრობ და ხო, ნუ ვის გულშემატკივრო ფაქტია, ხა ცხადია. ესე იგი ცოტა რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ შენი მოლოდინი როგორია მაინც?
პროგნოზი არ მიყვარს ხოლმე პროგნოზი კარგი, მაშინ არ გვინდა პროგნოზი. ახლა შემეკითხებ რაღაც პასუხს გასცემ. ინგლისის გულშემატკივარი ვიყავი ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ეხლა ასე ვთქვით პარული ფავორიტი ჩემი არის ინგლისის ნაკრები, გარდა ამისა მაქვს ინგლისის მიმართ სიმპათიები პირველ რიგში ბავშვობიდან ინგლისის საფეხბურთო კლუბ ლივერპულს უშემატკივრობდი და აქედან გამომდინარე ლივერპულის ხათრით ზოგადად ინგლისური ფეხბურთი მიყვარს და თან კიდევ 1966 წლის შემდეგ ინგლისს არაფერი მოუგია 60 წელია უკვე ინგლისი ფეხბურთის სამშობლოა და ასეთი გარკვეული სენტიმენტები აქვს ახლა ყველა გულშემატკივარს, მით უმეტეს ინგლისი საკმაოდ კარგი დაბალანსებული ნაკრები, ამაზე უკეთესი ნაკრები ყოლია თქვა ინგლისს. თუმცა ხა ახლოს არიან, ხა ნორვეგია არ არის ასეთი გადაღულახავი ზღუდე რომ ვერ მოახერხოს, ვერ შეძლოს ინგლისმა, თუმცა ნორვეგია, ბრაზილია გამოვაგდოთ, საკმაოდ ასეთი არათანაბარი ბრაზილია. მოკლედ ბრძოლები გველის და ინგლისი. რაც შეეხება და ასევე არგენტინის ნაკრებზე მინდა მოგახსენო ნინო, არგენტინის გულშემატკივარიც ვარ მარადონადან დაწყებული და ეხლა საერთოდ მესი ვთვლი რომ მესი არის საუკეთესო ფეხბურთელი ვინც მე მინახავს ფეხბურთს დიდი ხანია ვადევნებ თვალს და მიყვარს ძალიან ფეხბურთი ყოველთვის ვთვლიდი რომ მარადონა იყო ასე თუმცა ეხლა ვთვლი რომ ლიონელ მესი არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და მინდა რომ მესი ჩემპიონის რანგში წავიდეს, თუმცა რა ფეხბურთსაც არგენტინა აჩვენებს განსაკუთრებით ბოლო შეხვედრებში, მე არ მგონია რომ თქვათ შვეიცარიასთანაც რთული იქნება ბრძოლა, მაგრამ შემდეგ უკვე ნამდვილი ტიტანებთან მოუწევს შერკინება და რამდენად ნახოთ და კახა ზოგადად ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ ქართულმა კლუბებმა დაიწყეს ევროპის ტურნირებზე ასპარეზობა. ძალიან კარგი გადასვლა, მადლობა ანინო, აი ამ ასეთი გადასვლისთვის, ნამდვილად გუშინ მართალია მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ეროვნულ ნაკრებთა დონეზე, თუმცა ამ ორი დღის წინ დაიწყო ევროსეზონი 2025-26 წლების, უკაცრავად 2026-27 წლების ევროსეზონი, ჩემპიონთა ლიგა, კონფერენს ლიგა, ევროპა ლიგა, ჩვენ კონფერენს ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე ყოფს წარმომადგენლები. გუშინ ჩვენმა ჩემპიონმა თბილისის იბერიამ გასვლითი მატჩი ჩაატარა და გამარჯვება იზეიმმა, ესტონეთის ჩემპიონი იყო ჩვენი მეტოქე ლევადია და 3-2 ეს მატჩი ნამდვილად აქტივშია ჩვენი გუნდისა, ჩვენი ჩემპიონის და ზოგადად ბოლო ქართული კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა, ეს იყო იბერია სწორედ, საბურთალო ერქვა მაშინ იბერიას, ახლა ქვია იბერია 1999 2009-2020 წლების სეზონში გუნდმა მაშინ შერიფი მოლდოვის ჩემპიონის ბარიერი გადალახა და ახლა ახლოს არის უკვე თბილისში მოუწევს იბერიას თამაში და ამის შემდეგ 6 სეზონის მანძილზე ვერც ერთმა ქართულმა კლუბმა ვერ შეძლო მეორე საკვალიფიკაციო წრეში გასვლა სამჯერ თბილისის დინამომ, ორჯერ ბათუმის დინამომ, ერთხელ იგივე იბერიამ, ანუ ჩემპიონთა ლიგის პირველივე წრეში მარცხდებოდნენ ქართული კლუბები და აი ახლა ახლოს არის რომ ჩვენი გუნდი გავიდეს მომდევნო ეტაპზე. წარმატებები უსურვოთ. წარმატება რა თქმა უნდა. რაც შეეხება ჩვენს მეორე წარმომადგენელს, რომელმაც გუშინ ითამაშა, ეს იყო ქუთაისის ტორპედო, რომელიც უშანსოდ დამარცხდა, არანაირი შანსი არ ქონია. ქუთაისის ტორპედოს აზერბაიჯანული ზირა გახდათ მეტოქე, ასეთი სახელწოდების ქალაქის, პატარა ქალაქის წარმომადგენელი, სუმგაიჩი გაიმართა ეს შეხვედრა 0-3 გამანადგურებელი მარცხი, თუმცა რომ არა ჩვენი მეკარე გოშაძე, ოთო გოშაძე შეიძლება ეს ანგარიში კიდევ უფრო დიდი ფილიყო. ანუ ერთ-ერთი საუკეთესო იყო გოშაძე მეკარე, რომლის კარშიც 3 გოლი გავიდა. და რომ არა მისი კარგი თამაში შეიძლება გამანადგურებელი მარცხი განეცადა ქუთაისის ტორპედოს. ახლა დღეისორს არის თამაში ქუთაისში რამაშენგელიას სახელობის სტადიონზე. წარმატებები უსურვოთ ქუთაისის ტორპედოს, თუმცა ასეთი თამაშით და ასეთი ანგარიშით მარცხით მე არ მგონია რამე ეს რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ ტორპედო ისეთი ტრანსფორმაცია მოახდინოს, რომ თამაშით აჯობოს და ანგარიშდას.
დღეს კონფერენს ლიგაზე კიდევ ორი ქართული ქუთაისის ტორპედო კონფერენს ლიგაზე გამოდის და კიდევ ორი ქართული კლუბი ითამაშებს. გორში დილა საკუთარ არენაზე San Marino საფეხბურთო კლუბ Virtus უმასპინძლებს და თბილისის დინამო ჩვენი ტიტულოვანი კლუბი გასვლით შეხვედრას ჩაატარებს ლუქსემბურგის Mondorfi ესეთი კლუბი ძალიან დაბალი დონის სამწუხაროდ რას ვიზავთ ჩვენი ფეხბურთი საკლუბო ფეხბურთი არ არის საშუალო დონისაც კი რომ ესეთი ეს მატჩები არის ევრო სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედ ფინალური ეტაპი, ანუ სამი ბარიერი უნდა გადალახოს გუნდმა, რომ ძირითად ფაზაზე გავიდეს, ძირითადი ფაზა ჩვენთვის ძალიან ბევრი წელია საოცნებოა, მხოლოდ ერთხელ იყო, როდესაც თბილისის დინამომ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა UEFA-ს თასზე. ეს იყო და ეს და იმის შემდეგ აგერ შარშან ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მე და დათოს იგივე მე და ზაზას ამ ფორმატში რომელსაც აზერბაიჯანის ჩემპიონი გავიდა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ფაზაზე ჩვენ პირველი მეორე ეტაპის გადალახვაზე გვაქვს საუბარი და ამ დროს აზერბაიჯანის ჩემპიონმა ევროპულ გრანდებში ესე ტურნირზე ითამაშა რომლის ახლა ესეთი გუნდები ჩავიდნენ ახლა თქვა იგივე ბაქოში რომელთა სტუმრობა ჩვენთვის ბუნებრივია ხა რაც უფრო მაღალი დონის მეტოქესთან გაქვს ლაიქრობა კლასიც იმაღლებს და კლასიც მაღლდება და უფრო პოპულარული ხდება ფეხბურთი პოპულარიზაციაც იმატებს ასე რომ დაველოდოთ მოკლედ ჯერ კი ბატონო წინ არის ევროსეზონი და ჩვენი გუნდებიც უკვე დღეს სრულად ჩაერთვებიან პირველი რაუნდია იქით კვირაში გაიმართება უკვე sapasxo მატჩები კი ბატონო, ეს რაც შეეხება ფეხბურთს, კახა და კალათბურთზეც უნდა ვისაუბროთ, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ნაკრებმა. ვისაუბროთ. ივულოცოთ კიდევ, კი ბატონო. მით უმეტეს ის ვნებათა ღელვა და ის ემოციები ჯერ კიდევ არ ჩამსხრალა, რაც 5 ივლისს ჰქონდა ადგილი ჩვენს თბილისი არენაზე. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა. ესპანეთი არის მსოფლიო დონის საკალათბურთო გრანდი. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ერთ-ერთი უპირველესი ნაკრებია ესპანეთი, ერთ-ერთი და აბსოლუტურად ყველა ტურნირის, ევროპის ჩემპიონატიდან დაწყებული რა ტურნირებიც არის გამოკვეთილი ფავორიტი ტრადიციულად და ეხლა ესპანეთი პირველად არ დაამარცხეთ, არაერთის დაამარცხებია საქართველოს ნაკრებს, მაგრამ ეს კონკრეტული შეხვედრა 5 ივლისის შეხვედრა გამორჩეული იყო იმით, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ რიგში აჩვენა ესე იგი ბრძოლის უნარიანობა შესაშური 22 ქულას ვაგებდით და ეს -22 ქულის აღმოფხრა ასეთი დონის ნაკრებთან რა თქმა უნდა ნებისმიერ გრანს გაუჭირდება, თუმცა ჩვენი ნაკრების გრანდია ჩვენ ყავს თორნიკე შენგელია, მსოფლიო დონის კალათბურთელი ვიტყვი, ნამდვილი კაპიტანი, რომელსაც ძალუց ის გამარჯვების მუხტი, ის გამარჯვების სული შთაბეროს სრულიად გუნდს თანაგუნდელებს. თორნიკე შენგელიას არ დაუსვენია ფაქტობრივად 40 დამატებითი დროის ჩათვლით მოედანზე იმყოფებოდა სულ და იყო არ ვიცი რაღაც საოცრებები აკეთე ხა ნახეთ ეს მატჩი ყველამ და ვიცით რომ თორნიკეს საუკეთესო თამაშის წყალობი და ასევე ჩვენი ლეგიონერის ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერის მარკის რიდის მაღალი დონის თამაშიც თამაშთა შევძელით აი ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგება სხვათა შორის წინა მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო წავაგეთ უკრაინასთან ასევე რიგაში როგორც ახლა დიდი სხვაობით და თითქმის ეს თქვა თუ იმედო სიტუაციაში ხვდებოდით ესპანეთს და ესპანეთის ნაკრები დავამარცხეთ მაშინაც ოვერტაიმში დამატებით დროში ახლაც ოვერტაიმში ანუ ეს ერთხელ გავლილი გზა ანალოგიურად გრძელდება მეორე ჯგუფურ ეტაპზე ვართ და გვაქვს იმედი რა თქმა უნდა რომ საქართველოს ნაკრებმა კვლავ ზედიზედ მეორედ მოიპოვოს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ახლა მეორე ანუ ბ ჯგუფში ჩვენ ა ჯგუფში ვიყავით ბ ჯგუფის საუკეთესო 3 გუნდი ჩვენი ა ჯგუფის საუკეთესო 3 გუნდს შეუერთდება ანუ ესპანეთთან უკრაინასთან ჩვენ აღარ მოგიწევს თამაში ყოფილ თანაჯგუფელებთან ახლა ვითამაშებთ მონტენეგრო, პორტუგალია, საბერძნეთი, აი ეს გუნდები არიან ჩვენ ჯგუფში. ანუ 6 გუნდი მოგრუნდა, 6 გუნდა მოიყარა თავი და ამ 6-ეულიდან 3 საუკეთესო მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.
პირველ ადგილზე, პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ ესპანეთია 5 მოგება 6 ჩატარებული მატჩიდან, 5 მოგება 1 მარცხი ესპანეთს და ეს 1 მარცხი ჩვენთანაც გავიხსენოთ ასევე შარშანდელი ევრობასკეტი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც სასტარტო ტურში საქართველოს სწორედ ესპანეთის ნაკრებს იმხანად ევროპის მოქმედ ჩემპიონს საოცარი მატჩი მოუგო და ფაქტობრივად იმ ტაგების შემდეგ აირია ესპანეთი და ჯგუფში ჩარჩა. ჩვენ შემდეგ საფრანგეთის ნაკრები დავამარცხეთ და აგლეთ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მეოთხედ ფინალში გავიდა ჩვენი ნაკრები. კი ბატონო, და წარმატებები ვუსურვოთ. წარმატებები რა თქმა უნდა, ცნობილია კალენდარი ამას ვიტყვი ნინიკო 28 აგვისტოს გვაქვს პირველი მატჩი ამ მეორე ჯგუფურ ეტაპზე მონტენეგროს უმასპინძლებს თბილისი არენას და შემდეგ იქიდან 3 დღეში 31 აგვისტოს ზაფხულის ბოლო დღეს უკვე სტუმრად პორტუგალიის ნაკრებთან გვიწევს პაიქრობა. ასე რომ საკალათბურთო ცხოვრება ძალიან საინტერესოა, ფეხბურთს არ ჩამოუვარდება და გულშემატკივრები ძალიან დიდი რაოდენობაა და იმედია რომ კიდევ ვიზეიმებთ გამარჯვებას ჩვენი ნაკრების. წარმატებები ვუსურვოთ და ამასობაში რაგბზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი, იმიტომ რომ საქართველოს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, ანუ ქუთაისში და ტურნირში იმართება მატჩები და იწყება გადამწყვეტი, ხო, ბრძოლები. ჯგუფური ეტაპი ახაც დასრულდა. კი ბატონო, და ამაზეც რომ ვისაუბროთ, საინტერესოა რას მეორე ტარდება, კიდევ ერთხელ ვთქვათ. მსოფლიო ჩემპიონატი 20 ლამდე მორაგბეთა შორის ძალიან ბევრჯერ მიდგომს და ახლაც გავმეორდები რომ წინა მსოფლიო ჩემპიონატი რომელიც 9 წლის წინ გაიმართა ასევე თბილისსა და ქუთაისში რაგბის მსოფლიო რაგბიმ 20 ლამდელთა ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში დაასახელა საუკეთესო ტურნირად ორგანიზების მხრივ და ამიტომაც 9 წლის შემდეგ ისევ გადაწყვიტა საქართველოში ამ ტურნირის გამართვა და ახლაც როგორც გამოხმაურება ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო სარაგბო მედიის იქნება ეს თუ თქვა სარაგბო ჩინოსნების მხრიდან ტურნირი მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე და წინა შემთხვევაში არც გაიმართებოდა. რა თქმა უნდა, არც ეხა შენ ძალიან კარგად ხარ ჩახედული იმ სფეროში, რომ საქართველოში არაერთი საერთაშორისო ტურნირი იმართება, როგორც თქვათ, სპორტში, პარასპორტში, კი ბატონო. და თუ ყველა სტანდარტს არ აკმაყოფილებ და რა თქმა უნდა, თუ შეფასება არ არის უმაღლესი და უშუალოდ ერთხელ ჩატარებული, შემდეგში არ მოგცემენ უკვე. რა თქმა უნდა, არავინ მოგცემს ეხა ამ ხელა. ნაზია საუბარი, კი ბატონო. ღონისძიების ორგანიზების ამაყობთ ამით. ჩვენ ეს შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია ეს პირველ რიგში. რამხელა შრომა კიდე ჩადებული. ხო, ეს ასე ადვილი არ არის. გარდა სპორტული კუთხისა, თქვათ, ის ცნობადობა საერთაშორისო დონეზე, თქვათ, ტურისტების რაოდენობა ამდენი ქვეყნის ნაკრები რო ჩამოვა, თქვათ, მარტო სპორტსმენები და თქვათ, სამსმელო შტაბი არ არის. ძალიან დიდი დელეგაციები ახლავს. გულშემატკივარი რა თქმა უნდა. ასე რომ წარმატებით მიმდინარეობს ეს მსოფლიო ჩემპიონატი, რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარეობას 12 ივლისს განახლდება მსოფლიო ჩემპიონატი. რაგბში სარაგბო მატჩებს შორის პაუზა უფრო დიდია, ვიდრე თქვა საფეხბურთო მატჩებს შორის, იქ დატვირთვას და იქ აღდგენითი პროცესი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე თქვა იგივე ფეხბურთში ან კალათბურთში. და 12 ივლისიდან განახლდება ჩემპიონატი, პლეი-ოფი იწყება. ჩვენი ნაკრები, როგორც ვიცით, მე-19-12 ადგილებისთვის იბრძოლებს. პირველი მეტოქე ჩვენი იქნება იტალიის 20 ლამდელთა ნაკრები. ეს იქნება მე-19-12 ადგილებისთვის ნახევარფინალური მატჩი. მეორე შეხვედრაში ირლანდია და ფიჯი ითამაშებენ და აი ამ წელში გამარჯვებულები შეხვდებიან მე-9 ადგილისთვის ერთმანეთს. დამარცხებულები მე-11 ადგილისთვის ითამაშებენ. ეხლა შეიძლება მკითხო რომ მე-9 ადგილი არ არის მისაღები პირველ ადგილზე, გვინდა ყველას რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სხვა დონეა ჯერჯერობით არიან გუნდები, რომლებთანაც კონკურენცია ჯერ ძალიან სტოლსტორი კონკურენცია, თუმცა კი არის არაერთი ისეთი ხელშესახები გამარჯვება და ისტორიულსაც უწოდებთ, როგორც ოსლანდელებში, ასევე უფროსებში, რომელსაც მსოფლიო გრანდებთანაც ათამაშები მაღალი. ახლაც ამ ჩემპიონატზე ჩვენ უელსთან ერთი ქულის ხოვობით წავაგეთ. თავისუფლად შეიძლებოდა იმ მატჩის მოგება, აი უელსისთვის რომ მოგეგო, ჩვენ უკვე უფრო მაღალი ადგილებისთვის გავაგზავნებდით ბრძოლას.
რაც შეეხება ჩვენს მატჩს 13 ივლისს გაიმართება საქართველოს იტალია, უკვე ქუთაისში გადაინაცვლებს ჩვენი ნაკრები, აქამდე თბილისში ავჭალის სარაგბო არენაზე მართავდა მატჩებს ჩვენი ნაკრები, ახლა კი ქუთაისში აია არენაზე გაიმართება მე-19-12 ადგილებისთვის. მანამდე 12 ივლისს გაიმართება პლეი-ოფი მე-13-16 ადგილებისთვის, აქ იაპონია, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ესპანეთი, ურუგვაის შეხვდება, ეს ყველაზე ასე ვთქვათ, დაბალი ადგილებისთვის ბრძოლა და 12 ივლისს გაიმართება ასევე მე-5-მე ადგილებისთვის მატჩი არგენტინა, შოტლანდია, ავსტრალია, უელსი. აი ამ მე-5 ადგილისთვის შეგვეძლო ვთქვათ უელსის დამარცხების შემთხვევაში გვებრძოლა. და 13 ივლისსვე, ანუ ჩვენს როდესაც საქართველოს ნაკრები ითამაშებს, იმავე დღეს გაიმართება უკვე საჩემპიონო მარათონში მყოფი გუნდების ნახევარფინალები თბილისში ჩატარდება ეს შეხვედრა. საფრანგეთი, ახალი ზელანდია და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ინგლისის ნაკრებს შეხვდება. ეს 4 მართლაც საუკეთესო ნაკრები, ჯერჯერობით ავსტრალია ტრადიციული ასევე სარაგბო ქვეყანა, როგორც უკვე აღნიშნეთ, მე-5 ადგილისთვის, მე-5-მე ადგილებისთვის თამაშობს და აქ ფავორიტია, რა თქმა უნდა. ავსტრალია უელსს ხვდება. ასე რომ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით ერთი მოგებით არის ჯგუფში მოიგო ურუგვაისთან, გამანადგურებელი მარცხი აგემო როგორც ვთქვით ურუგვაის, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ თუნდაც მეორე ადგილზე გავსულიყავით ჩვენმა ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა ჯგუფში სამხრეთაფრიკის მსოფლიო ჩემპიონის და უელსის შემდეგ. ასე რომ მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება თბილისსა და ქუთაისში. მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ არაერთგზის მოუწოდო გულშემატკივარს როგორც თბილისში ასევე ქუთაისში დაესწრონ ამ მატჩებს, რა თქმა უნდა პირველ რიგში საქართველოს 20-მდე ნაკრების თამაშებს, ნაკრების ეროვნული მთავარი მწვრთნელი თვიდო კოლელიშვილი, ახალგაზრდა სპეციალისტი უნიჭერესი მორაგბე ნაკრებისა, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, ზოგადად ახალგაზრდული გუნდი, ეს არის ასე ვთქვათ, ბოლო საფეხური ეროვნულ ნაკრებში გადასვლამდე და ძალიან ამ მსოფლიო ჩემპიონატს ახლა ჩვენთან დასტარდება უახლოეს 2-3 წელიწადში, 5 წელიწადში მაქსიმუმ გვეცოდინება, რომ აი ამ ვარსკვლავს უმაღლესი დონის მორაგბეს თბილისში, ან ქუთაისში აქვს თამაშები და ჩვენ თვალი მიგვიდევნებია მის თამაშს. კი ბატონო. კახა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო მიმოხილვისთვის, რამეს ხომ არ დაამატებ? დიდი მადლობა ნინო შენ, ძალიან საინტერესო, ძალიან ადრე ვთქვი, რომ საინტერესო ეთერი გამოდის შენთან აი სპორტის მიმართულებით და ასე ვთქვათ ნებისმიერ საერთოდ ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ თემაზე შეგიძლია შენ გადაცემის საყვანა დიდი მადლობა კახა. უბრალოდ სპორტს რაც შეეხება მოყვარული ვარ და თან როდესაც მაშინ მოდი მეც უნდა აღვნიშნო, როდესაც აი ესეთი თანაწამყვანი გყავს, რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ ამაზე უკვე ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა იმსჯელოს, თუ არა და ყოველ შემთხვევაში, როდესაც გვისმენენ და გვიყურებენ და უკავშირი არის, ესე იგი საინტერესო იყო. და ყოველთვის ვამბობ, რომ ეთერს ქმნის გუნდი. დიდი მადლობა შენ, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს და რა ეს იყო კახა გელაშვილთან ერთად სპორტის მიმოხილვა, სპორტული სიახლეები და მე სულ ცოტა ხანში ძალიან საინტერესო ჩართვით ჟენევიდან მარიკა ბაკურაძე შემოგვიერთდება. დაგიბრუნდებით.